ეს ჩემი აზრით მეტად მნიშვნელოვან თემაზე მოგვიწევს საუბარი. ეს არის თემა თუ როგორ გრძელდება ადამიანის ცხოვრება გარდაცვალების შემდგომ. საერთოდ წუთისოფელი ვერაგი რამ არის წლები უცებ გეპარება. ვინც უკან მოიტოვა წლები არა. ყველას ეს განცდა აქვს. მამა ალექსანდრე ზახაროვი წერდა ესეთ რაღაცას, რომ მე უკვე 40 გადავაბიჯე და მე ჩვენება თითქოს გუშინ ვიყავი 20 წლის. ჯერ ცხოვრება მიდიოდა, შემდეგ გაიქცა. შემდეგ გაიქცა როგორც ექსპრესი. შემდეგ ალბათ თვითმფრინავით გაფრინდება. კითხეთ მას, ვინც 80 გადააბიჯა. როგორ გაიარა მისმა ყოფამ. ისინი გიპასუხებენ. კი არ გაიარა, გაფრინდა. ადრე ესეთი მაგალითი მე მგონი მოვიყვანე თქვენთან. ადამმა იცხოვრა 930 წელი. და მივიდა მთავარანგელოზი ურიელი. აუწყა რომ მისი მიწიერი ცხოვრების ხანა დასრულდა და ზეცაში უნდა ეყვანა. და თან ეკითხება, როგორ მოგეჩვენაო ეს ცხოვრება. პასუხად მიიღო, თითქოს ერთ კაში შევედი, მეორედან გამოვედი. წარმოიდგინეთ თქვენ, 930 წელი იცხოვრა და ესეთი განცდა. ქართველებს აგვაქვთ საოცარი გამონათქვამი, წუთისოფელი. წუთისოფლად გეჩვენება, შენი ცხოვრება, მოიხედავ და უკვე წამსვლელი ხარ. განცდა არის არსით ერთი და იგივე, გინდა 900 წელი იცხოვრო, გინდა 90 წელი. უცებ გაიელო, გაფრინდა წლები. მთელი ჩვენი ცხოვრება ეს არის გარდაცვალებისთვის მზადება და ყველაზე დიდი სტრესი დაკავშირებულია სიკვდილთან, მასთან შეხვედრა არის ყველაზე მატრანვირებელი, ასე ვთქვათ, ადამიანისთვის. წმინდა იოსებ ვადოპედელი ამბობდა, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი არის სიკვდილის დამარცხება. ძალიან უჭირს ადამიანს სიკვდილთან შეხვედრა, სულ ეჭიდება და გაურკვევლობაშია იქ რა იქნება გარდაცვალების შემდგომ. პირადად ჩემთვის, აი მღვდლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხად გამოიყო ის, განვამტკიცო ადამიანებს წმენა, რომ ის სამყარო არსებობს. არის დასკვნები, რომელსაც ცხოვრება გაკეთებინებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებელი ეს სასულიერო პირისთვის და საერთოდ ადამიანისთვის. აი წარმოიდგინეთ თქვენ, წლები რომ იმოღვაწეობ
სასულიერო პირა და აი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხად ამას რომ გამოგვიკვეთავს ცხოვრება. ჩვენ ხო ჩვეულებრივ გაორებული, გასამებული, გაუთხებული ვართ. თან გჯერა იმ ქვეყნიური სამყაროს არსებობის, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, მაინც დიდი კითხვის ნიშნებია. ერთ-ერთი ყველაზე დამზაფრავი სცენა ჩვენ ცხოვრებაში რა არის, როდესაც ესრები დასაფლავებას. აი მიწას რომ მიაყრიან ხოლმე ადამიანს, არა, ახლობელს, მეგობარს და ასე შემდეგ. რამდენჯერაც არ უნდა უყუროს, სულ დამზაფრავია და სულ გონებაში შემოდის აზრი, იქნებ აქთავდება ყველაფერი. აი რა ფანტაზია უნდა გქონდეს კაცს, რომ წარმოიდგინო, რომ აი ამ შავი მიწის იქით ცხოვრება გრძელდება. ასე რომ აი ამ საკითხთან დაკავშირებით არის ურთულესი განცდები. თან ჯერა ადამიანს, თან ეჭვიეპარება. მით უმეტეს თუ ჯანმრთელობა სერიოზული პრობლემა დაემუქრა, რა, იქ უფრო და უფრო ეს ბრძოლები რაღაცნაირად ძლიერდება. და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, აი რაც გითხარით, ძალიან რთულია ადამიანისთვის შეხვედრა სიკვდილთან. ვეჭიდებით ჩვენ ამ ქვეყნიურ ყოფას, ამ ქვეყნიურ სამყაროს. თრთის ხშირად კაცი აი ამ მოვლენის წინაშე, მაგრამ სულიერების მაღალ დონეზე უკვე ყველაფერი რაღაცნაირად იცვლება. მე მახსოვს ერთ-ერთ ცნობილ მოძღვართან მივედი და ემსახურებოდა მოხუცებული ქალი. ეჭვმაქ რომ ფარული მონაზონი იყო, ჩვეულებრივად იყო ჩაცმული, მაგრამ არის ესეთი ფორმა მოღვაწეობის, როდესაც არ ამჟღავნენ რომ მოღვაწეობის მონაზონები არიან, უბრალოდ ჩუმად არიან აღკვეცილები. და ვკითხე, როგორ ხარ მეთქი და ესეთი ფრაზა მითხრა, რომელიც მე მთელი ცხოვრების მანძილზე დამამახსოვრდა. ვარო, ბებრულათო, შურს რა მომაკვდავებისო, წარმოიდგინეთ თქვენ. კიდე ერთ-ერთი დიდი ბერი იყო აქ იმას რომ ასე ვთქვათ, იმასთან შეხება რო გქონდათ, მახსოვს დასვენებული იყო მიცვალებული ტაძარში და თქვა რომ აი ბედნიერი ადამიანია. წარმოიდგინეთ თქვენ. ჩვეულებრივ ადამიანი აქ ეჭიდება სიცოცხლეს და სულიერების მაღალ დონეზე კიდე ისრაფვის რომ განთავისუფლდეს აი ამ ყოფისგან. მე ესე ვიტყოდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეხლა უნდა ითქვას ის, რომ ფიქრი მარადიზობაზე, ფიქრი სიკვდილზე, გარდაცვალებაზე ასაკთან ერთად უფრო და უფრო მეტად შემოდის. მამა პაისი ათონელი ამბობდა, რომ აი რო უთხრაო ბავშვო, კონდეს სიკვდილის ხსოვნაო, ისო არც მოგაქცევს ყურადღებასო, ტრულიალა და წავაო და ბურთს ითამაშებს. უფალი უშვებს ამასო, რომ აი ზედმეტად არ დამძიმდისო. იმის წარმოდგენით თუ ადამიანს რა ელის. და ასაკთან ერთად ფიქრი ამ თემაზე უფრო და უფრო მეტად შემოდის ადამიანის ცნობიერებაში. წლები გემატება და უფრო და უფრო მეც ფიქრობ მარადისობაზე. რა მოხდება, როდესაც გარდაიცვლები და ასე შემდეგ. ესეთი ცნობილი მსახიობია ანდრეი მიახკოვი. თქვენიცით ძალიან ცნობილი ფილმია. ბედის ირონი, ანუ გაამოთ და ერთ-ერთი ჟურნალისტი ეკითხება, რომ ფიქრობთო სიკვდილზეო და ესეუბნება, რომ მეო სიკვდილზეო ფიქრობო ყოველ დღეო და მერე დაამატა ყოველ ღამეო. წარმოიდგინეთ თქვენ. ასე რომ აი ეს ფიქრი ასაკთან წლებთან ერთად უფრო და უფრო მეტად შემოდის ადამიანის ცნობიერებაში. და ეს რაღაცნაირად თუ შეიძლება ასე ითქვას,
ბუნებრივად ხდება. დგება წამი, როდესაც გვიწევს გასვლა. და აქ ბევრი საინტერესო მომენტი გამოიყოფა. კერძოდ ერთ-ერთი რა არის, იცით, რომ ეს ხშირად დაფიქსირებულა ასეთი ფაქტები, რომ აი მომაკვდავებს ეწყებათ ხოლმე ხილვა გარდაცვლილი ახლობლების, ნათესავების. მე მახსოვს აი მამა ჩემი რომ მიდიოდა იმ ქვეყნად, პირადად მე არ დავსწრები ვარ მის გასვლას, მაგრამ მისი ახლო ნათესავი ადგა თავს და ზემოთ ეკიდა მშობლების სურათები და თითით უჩვენებდა რომ ისინი მოვიდნენ. თითქმის ხდება ეს, როცა ადამიანი გასვლას აპირებს, იწყებენ ახლობლები, ასე ვთქვათ, მოსვლას, წასული ახლობლები. ერთი ესეთი შემთხვევაც მახსენდება მე, ერთ-ერთ სუფრაზე მოხვდი და ჩემ წინ იჯდა ვინც რეანიმაციაში, ასე ვთქვათ, მსახურობს, ის ექიმი. და ესეთი საინტერესო დეტალი გამოკვეთა, ესეთი რამ აღნიშნა, რომ აი რომ შემოდიანო ავადმყოფებიო, ну ძირითადად მაინც გულით დაავადებულები, ინფარქტის შემთხვევები და ასე შემდეგ. იქო აი ზოგიო მაგალითათო მსუბუქიაო, შედარებითო, მაგრამ მერე მძიმდებაო. ზოგი ძიმე ფონია, მაგრამ შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესება ხდებაო, მაგრამ ერთ რაღაცას დაუკვირდიო, აი თუ იწყებენო საუბარსო, რომ ხედავენო წასულ ახლობლებსო, უკვე ნიშანია არისო ჩვენთვისო ერთ-ერთი იმისა, რომ ადამიანი უნდა გავიდესო. და შეიძლება შედარებით მსუბუქ მდგომარეობაში შემოვიდეს, მაგრამ რაღაც მანიშნებელია, რომ ალბათ შემდგომ მდგომარეობა გართულდებაო. წარმოიდგინეთ თქვენ ესეთი რამ მახსოვს აღნიშნა, ესეც აი რაც ცხოვრებამ გამოუკვეთა და უჩვენა. ეხლა რა დატვირთვა აქ აი ამას, რომ მოდიან გარდაცვლილი ახლობლები. დატვირთვა ერთ-ერთი ის არის, რომ აი რომ ჩახვიდე უცხო ქალაქში და იქ გეგულება ახლობელი. რამხელა ნუგეშია რა. და საყრდენია. და შენ უკვე უცხო ქალაქში კი არ ჩადიხარ, არამედ უცხო სამყაროში მიდიხარ. სულიად განსხვავებულს, რაც არის ჩვენ. და როდესაც იქ ხვდებიან ახლობლები, მეგობრები და ასე შემდეგ, არა, რამხელა ნუგეშია ადამიანისთვის. წმინდა თეოფანე დაყუდებული თავის დას ეუბნებოდა, რომელიც უკვე გამსვლელი იყო, ასე ვთქვათ, ამ ქვეყნიდან. ასეთ სიტყვებს. შენ ხო მართლაც და არ მოკვდები. შენი სხეული შეწყვეტს მხოლოდ არსებობას, თავად კი სხვა სამყაროში გადაინაცვლებს ცოცხალი საკუთარი თავის ხსოვნით და გარე სამყაროს ცნობის უნარით. შენ იქ შეგხვდებიან მშობლები, ძმები, დები, სიხარულით შემოგვეხვევიან შენი შვილები. თაყვანი ეცი მათ და ჩვენი მოკითხვაც გადაეცი. წარმოიდგინეთ თქვენ ასეთ სიტყვებს ეუბნება თავის იმ ქვეყნად წამსვლელ დას, თეოფანე დაყუდებული. ამასთან არის კიდე, რა თქმა უნდა, დაკავშირებული ძალიან ნიშნავანი რომ ადამიანი რომ მიდის იმ ქვეყნად, უკვე პიროვნება იგივე რჩება. აი მაგალითად,
წმინდა იონი კასიანი ამბობს, რომ გარდაცვლილი სულები არა მხოლოდ არ თავისუფლდებიან თავიანთი გრძნობებისგან, არამედ არ კარგავენ თავის განწყობილებებს, იმედსა და შიშს, სიხარულსა და მწუხარებას. ასევე გარკვეულწილად იწყებენ რაღაც ისეთის განცდასაც, რაც მოევლით საყოველთაო სამჟავროზე. ხოლო აი ღირსი აბა დოროთე ამბობდა, რომ როგორც მამები აღნიშნავენო, სულებს ყველაფერი ახსოვთ, ყველაფერი რაც მიწაზეა. რაც წარმოუთქვამთ, ნამოქმედარი ნააზრევი, აქედან არაფრის დავიწყება არ ხდება. ანუ, როდესაც ადამიანი იმ სამყაროში გარდაინაცვლებს, არა, იგივეა. და აქ ერთი საინტერესო რამ იჩენს თავს, აი როგორც ისინი ყვებიან, რომლებმაც დატოვეს სხეული და უკვე იმ სამყაროში გადაინაცვლეს, რომ საკმარისად ბევრი ვერ ხვდება, რომ გარდაიცვალა. ვერ ხვდება, რომ გარდაიცვალა და ისეთი, როგორ გითხრათ, იცით, ძალიან ჩვენთვის შემაშფოთებელი მოვლენები იჩენს თავს. კერძოდ, აი წარმოიდგინეთ, ადამიანი გარდაიცვალა, სული ამოვიდა სხეულიდან და ნას გონია, რომ ისევ ცოცხალია. და როგორ ყვებია, რომ წარმოიდგინეთ თქვენ, ყვებიან ესე, რომ უძახის სხვას და არავინ ყურადღებას არ აქცევს. ხელს კიდებს მეორე ხელს და სიცარიელეს აწყდება. და აი შემაძრწუნებელი განცდებია, წარმოიდგინეთ თქვენ. ძალიან მე ესე ვიტყოდი მძიმე. იმისთვის, რომ აი ეს განცდები რაღაცნაირად უფრო გასაგები გავხადო, წავიკითხავ ცნობილი ესეთი შემთხვევა არის, X-კული იყო ესეთი, რომელიც გარდაიცვალა და შემდგომ გაცოცხლდა. და მე ამბობენ, რომ ბერად აღიკვეცა. როგორი ისტორიაა, რომ ეს ხდება მე-20 საუკუნის დასაწყისში, როგორც თვითონ ამბობს. მორწმუნე იყო, მაგრამ ეკლესიური არა. წელიწადში შეიძლება ორჯერ ზიარება მიეღო, შედიოდა სანთელ-სანთებდა, მაგრამ ისე რომ ეკლესიაში სისტემატიურად იბილო არა და გახდა ავად. ფილტვების ანთება დაემართა, მაშინ სამედიცინო მომსახურება საკმარისად დაბალი დონის იყოს და მოკლედ გაურთულდა ეს მდგომარეობა და უკვე რაღაც მომენტში მოკლედ სული გავიდა სხეულიდან და აი რას წერს წარმოიდგინეთ თქვენ. ექიმს დაუძახე, მაგრამ ატმოსფერო არ ატარებდა და არ გადასცემდა ჩემ ხმას. მივხვდი, რომ სულიად გავემიჯნე სამყაროს. მარტო ვარ და პანიკურმა შიშმა მომიცვა. მართლაც რაღაც უცნაური გამოუთქმელი სიმძიმე ახლდა თან ჩემ მარტოობაც. კაცი ტყეში დაიკარგა თუ ზღვაში იხრჩობა. ცეცხლში იწვის თუ სატუსაღოს საკანშია გამომწყდეული, იმეც არასოდეს კარგავს. რომ მის ხმას ოდესმე გაიგებენ და მაშინ კი აუცილებლად უშველიან, იცის რომ მისი მარტოობა მხოლოდ იმ წუთამდე გასტანს. ვიდრე ცოცხალ არსებას დაინახავს. საპყრობილეშიც კი ზედამხედველი შევა და ტუსაღს შეუძლია ხმა გასცეს, გააგებინოს რა უნდა, მაგრამ როდესაც გარშემო ადამიანები არიან და შენ მათ ხედავ ლაპარაკიც გესვის, მაგრამ იცი, რაც არ უნდა მოხდეს, იმათ ვერაფერს გააგებინებ. და არავითარ შოლას არ უნდა მოელოდა, ეს მართლაც მეტისმეტია. თმა ყალყზე მიდგებოდა და ვკარგავდი უკვე ცნობიერებას. ამას უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრა სჯობს. იქ ბუნება მაინც აღიქვამს შენ არსებობას, აქ სრულიად გამორუცხეულია გარემოს და არაიმე კონტაქტის დამყარება. და ეს ამბავი იმდენად უჩვეულო ადამიანისთვის ისეთი მძაფრი უნწეობის განცდა იპყრობს, რომ ამ განცდას ვერაფერ შეადაება და ვერც სიტყვით გამოთქვა. ნუ თუ ვერ მხედავენ, გულისტკიულით ფიქრობდი და კვლავ ვცდილობდი საძოლთა შეჯგუფულ ხალხთან მიახლოებას, მაგრამ ამაოდ არავინ ჩემს მიმართ ინტერესს არ იჩენდა.
გაუცებული ვათვალიერებდი საკუთარ თავს და არ მესმოდა რატო არ მხედავდნენ, როცა ზუსტად ისეთი ვიყავი, როგორც უწინ. მაგრამ თუ სხეულის ხელით შეხებას დავაპირებდი, მაშინვე სიცარიელი შეგრძნება ჩნდებოდა. სხეულის გარეგანი ფორმა იგივე დარჩა. თუმცა თვისებები ჩანს სხვანაირი გვარი შეუხებელი გახდა. აი წარმოიდგინეთ თქვენ. ეხლა რა მინდა ვთქვა, რომ ხშირად მაოცებს ხოლმე კაცობრიობის სიჩუმე. აი 1000 გვარ ინფორმაცია შეიძლება შეეხოს ადამიანი, სხვადასხვა სფეროთი დაინტერესდეს, მაგრამ აი ის რა შეიძლება მოვიდეს ადამიანის გარდაცვალების შემდგომ, ამის შესახებ ნაკლებად არის ხალხი ინფორმირებული. თუნდაც ეს დეტალი წარმოიდგინეთ. გარდაიცვალე და თურმე უძახის ხვებს და არავინ ყურადღებას არ გაქცევს. ხონდა იყო ამისთვის ფსიქოლოგიურად მომზადებული, რომ შეიძლება ესეთი რამ შეგერტყოს. ძალიან მნიშვნელოვანია რა. იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ყველანი გავალთ ამ ქვეყნიდან და აი ამ დეტალის შესახებ უნდა კონდეს მე ესე ვიყოდი წარმოდგენა. ეხლა კიდევ რა ახასიათებს, როდესაც სული გადის სხეულიდან. ახასიათებს რა, რომ ხედავს თავის ორეულს. აი მე მახსენდება არის ესეთი მართლმადიდებლური წყარო ვასილი ახლის ხორება, სადაც მისი სულიერი შვილის ნეტარი თეოდორეს გარდაცვალების შესახებ არის მოთხრობილი. და ის რას წერს, იცით რომ აი რომ ამოვიდაო სულიო ზემოდან უყურებდიო, როგორც დასაცმელს რო გაიხდიო და ესე დადეფო საწოლზეო რა, ესე უყურებდიო ჩემ სხეულს. ასე რომ ადამიანები უყურებენ თავის სხეულს ზემოდან. წარმოიდგინეთ თქვენ. ერთ-ერთი აი ნიშანი, როდესაც სული ამოდის სხეულიდან არის ეს. ის რაც უკვე აღნიშნეთ, ცნობიერება არის განუწყვეტელი. ყველა ფუნქცია აი ნებელობითი, გრძნობითი შენარჩუნებულია. ამასთან აი მახვილდება სმენა, მეხსიერება, აზროვნება. და აქ ძალიან საინტერესო დეტალი იჩენს იცით თავს, რომ აი ის რაც აკლია ადამიანს ცხოვრებაში, აი ეს ფუნქცია ეძლევა. აი მაგალითად შემთხვევები არის ესეთი აღწერილი. ბრმა ჩავარდა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში, სული ამოვიდა სხეულიდან და ბრმა არის. და დაინახა ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. ესეთი შემთხვევა არის აღწერილი. ახალგაზრდა დაბრმავდა 17 წლის ასაკში და 70 წლის ქალბატონი ცუდად გახდა და მოკლედ ჩავარდა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში. და ყველაფერი იხილა, რაც იქ ხდებოდა. აპარატურა წარმოიდგინეთ თქვენ. რა აპარატურა იდგა იმ საოპერაციო ბლოკში. ექიმებს რა ეწვათ. მერე ისევ გაცოცხლდა და ისევ ბრმა იყო. როდესაც დაბრმავდა, ესეთი აპარატურა მის დროს არ იყო. აი წარმოიდგინეთ. ანუ ადამიანს ეძლევა ის ფუნქციები, რომელიც შეიძლება სიცოცხლეში დაკარგული ქონდეს. ერთ-ერთი ესეთი შემთხვევა მახსენდება კიდევ. ხელოსანი ჩამოვარდა და დაეცა დენის კაბელებს და წარმოიდგინეთ, სადაც მაღალი ძაბვის დენი გადის და დაკარგა ფეხები, ხელი. მაგრამ როგორც თვითონ აღწერს, იგი უყურებდა თავის სხეულს ზემოდან, რომელიც იყო დამახინჯებული, მაგრამ თვითონ ჰაერში ლივლილებდა და აი ჰაერში არა, მას ეს ხელების და ფეხებიც ჰქონდა, წარმოიდგინეთ. ანუ აი როდესაც დგება გარდაცვალების მომენტი, შეიძლება სხეულის ნაწილები ადამიანს არ ჰქონდეს, მაგრამ
იქ უკვე აქვს. აი საინტერესო დეტალია. კიდე აი ესეთ რაღაცას აღნიშნავენ, რომ აი თუ სურვილი აქვთ ძალისხმევაა საჭირო აზრობრივი და შეუძლიათ უცებ გადაინაცვლონ შორს მანძილებს. მაგალითად ერთ-ერთი მებრძოლი იყვება, რომ იგი საავადმყოფოში იყო, მერე მოინდომა და ისევ დაბრუნდა ბრძოლის ველზე. კილომეტრების მოშორებით. ასე რომ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი იჩენს თავს. კიდე რა შეიძლება ითქვას? ის რომ აი როდესაც სული ამოდის სხეულიდან შემსუბუქებას გრძნობს. არაფერი ტკივა აწუხებს. ხა ხდელი ვარ და სხვადასხვა კატეგორიის ხალხთან მიწევს შეხება. არც თუ ის შუშვიათად სასულიერო პირებს აკითხავენ ხოლმე არ ეგეთი. ლოცვა, როდესაც უკითხავს მომაკვდავს, რომ სხეულიდან სულის განსვლის ლოცვა არის. უკვე როდესაც გადაგებულია, როცა უკვე ნაკლებად არის იმედი, იტანჯება, წვალობს ძალიან არა, იქ მივდივართ სასულიერო პირები და უყურებთ ბოლო წუთებს ადამიანის. და ნუ ძიმეა ძალიან. ეხლა მე რასაც შევსწრები ვარ ძალიან ხშირად. აი ბოლო დღეები არის ხოლმე ძალიან ძიმე. ყველაფერი ტკივათ და იტანჯებიან. ხო და წარმოიდგინეთ თქვენ აი ამ მდგომარეობიდან უცებ რომ გადადიხარ მდგომარეობაში, როდესაც ეს ტკივილი ქრება. ეს ტანჯვა თავდება. ანუ ადამიანი შორდება იმას, რაც ესეთ ტკივილს, წუხილს იწევს მასში. საერთოდ ჩვენი ცხოვრება როგორაა მოწყობილი, რომ თითოეულს გაუჩნდია აი ძიმე აუტანელი ფიზიკური ტკივილი. იმ მომენტში აი ხვდები, აი რა ხელა წყალობაა თურმე რომ არაფერი არ გტკივა და ისე ხარ. იმ მომენტში მეტი არაფერი არ გინდა, უბრალოდ ტკივილი გაჩერდეს და ყველაფერი გავიწყდება. აი ღმერთზეც ნაკლებად ფიქრობ. თუ შეიძლება ასე ითქვას. და აი ამ მდგომარეობაში უცებ ადამიანი გადის და აი ეს ძალიან შემაწუხებელი უკვე აღარ იგრძნობა. შთამბეჭდავი არა, მე ესე ვიტყოდი. შემდგომში უკვე იწყება რა? იწყება ის, რომ სხვადასხვა ეტაპები დგება. ეხლა არის ესეთი წიგნი ბევრისთვის ცნობილი. რაიმონდ მოუდი იყო ეგეთი მეცნიერი, რომელმაც აღწერა კლინიკური სიკვდილის შემთხვევები. აი რას გრძნობენ, რას ხედავენ ადამიანები. ასე ეგეთი შემთხვევა აქვს აღწერილი და გამოყოფილი. ეხლა უნდა ითქვას ის, რომ მართლმადიდებლური მოძღვრება საკმარისად ფრთხილად ეკიდება სიკვდილის შემდგომ გამოცდილებას. შეიძლება ეს დემონური ძალის გათამაშების შედეგიც იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საერთოდ ხაზზე გადაუსვას. პირადად მე მეჩვენება და მგონია, რომ ჩვენ გვჭირდება რწმენაში განსამტკიცებლად ასეთი შემთხვევების შესახებ მოვისმინოთ და წარმოგდგენა შეგვექმნას, თუ რა შეიძლება მოგვივიდეს, როდესაც იმ ქვეყნად მე ესე ვიტყოდი გავალ. და ერთ-ერთი რა არის? ერთ-ერთი ის არის, რომ იწყება უკვე იქ შენი მიწიერი ცხოვრების გაანალიზება. აი ესეც ძალიან საინტერესო დეტალია, იცით? კერძოდ რა? რომ მე მახსენდება აი ალპინისტების მონაყოლი.
არის ზოგჯერ შემთხვევა, როდესაც ალპინისტი წყდება კლდეს. და იქ დამცვავის საშუალებები აქვს, მაგრამ ეს ვარდნის მომენტი არის ძალიან შემაშფოთებელი ხა, სტრესული. და მახსენდება ეს რამ ვთქვამთ, რომ ერთ წამში განმიელვა მთელმა ჩემმა ცხოვრებამ. წარმოიდგინეთ თქვენ. ძალიან მცირე მონაკვეთში. და აი გარდაცვალების შემდგომ ხდება უკვე გაანალიზება ჩვენი ცხოვრების. იქ ზოგიერთი ამბობს, რომ ხდება მანათობელ არსებას, რომელიც კითხვებს უსმავს. ეუბნება რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, რას მიჩვენებ, როგორ გაატარებ ძლიერი ყოფა, რა სიკეთეები მოიმოქმედე და ასე შემდეგ. ეკლესიური გაგებით მაგალითად 21 საზვერე გამოიყოფა, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება და ამ 21 საზვერეში უწევს სულს გადანაცვლება. აი მე რომ აღვნიშნე წმინდა ვასილი ახლის ცხოვრება და ნეტარი თეოდორის გარდაცვალების, ასე ვთქვათ, შესახებ. აი ნეტარი თეოდორე აი ამას აღწერს, რომ სხვადასხვა საზვერეები გავიარეთ. საზვერეები მრისხანების, მრუშობის, ტყუილის და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ თქვენ. აი ესეთი საზვერეები და იქ ბოროტისულებიო წარმოადგენდნენო ჩემს ცოდვებს, შეცდომებს. ზოგს ტყუილს ამატებდნენო, მაგრამ ძალიან შემაძრწუნებული იყო ეს ყველაფერი. ეხლა ვიღაცისთვის შეიძლება გაბუქებული იყოს აი ესეთი მიდგომა, მაგრამ აზრი არის სრულიად, მე მგონი, ნათელი და გასაგები, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი ცხოვრება შეჯამდება. შეჯამდება როგორ? იქ აი როგორც ისინი, რომლებმაც დატოვეს ეს ქვეყანა, სხეული, იქ იკარგება რა? იკარგება ჩვენი მიღწევები მატერიალური კუთხით, იკარგება ჩვენი მდგომარეობა სოციალური, იკარგება ჩვენი დიპლომი და ასე შემდეგ. ანუ ის რაც არის ამ ქვეყნიური სიძლიერის გამოხატულება, მაგრამ იქ უკვე სხვა ფასი ეძლევა ჩვენ მორალურ მხარეს. და უნდა ითქვას რა, იცით, რომ აი ვინც ნახა ის სამყარო არა, უკვე სხვანაირად აფასებს თავის ცოდვებს და შეცდომებს მიწაზე. განსაკუთრებით ტკივად და განსაკუთრებით მერე ნანობენ იმის შესახებ, რაც მათ აქ გააკეთეს. და აი წარმოიდგინეთ თქვენ მდგომარეობა ყაჩაღის, მკვლელის, ქურდის. ერთ-ერთ ლექციაზე მე ვთქვი, რომ სინდისი არის ადამიანისში ღვთის ხმა, მაგრამ სინდისი შეიძლება მინავდეს და მისგან არაფერი დარჩეს. რაღაც ეტაპზე. მკვლელი მაგალითად პროფესიონალი შეიძლება მოკლას კაცი და დიდად არაფრად არ ეჩვენება. ომსაც აქვს ესეთი კანონი, მე მახსენდება აფხაზეთის ომის ერთ-ერთი მონაწილე იყო, რომ ადრე 90-იან წლებში მიწევდა სიარული საავადმყოფოში ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის კუთხი და ერთ-ერთმა მითხრა, რომ ომშიო პირველი მკვლელობა არისო, ძალიან რთულიო. მოწინააღმდეგოს რო კლავსო და მერე თითქოს ისე ეჩვევიო, წიწელისთვის თავი წაგიწყვეტიაო. წარმოიდგინეთ როგორი არსება ადამიანი. ეჩვევა ამასაც. მაგრამ ეხა ეკლესიური გაგებით არის სამართლიანი ომები. როდესაც თავს იცავ, როდესაც შემოდის მტერი. იქ შეგიძლია იარაღი აიღო კი არა, ვალდებული ხარ, რომ იქ ქალებზე არ იძალავდნენ, ბავშვები არ მოკლან და ასე შემდეგ, მაგრამ ომს ესეთი რამ ახასიათებს. თუ შეიძლება ასე ითქვას. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ადამიანში სინდისი ისე მინავდეს, რომ
მისგან არაფერი დარჩეს. მერე შეიძლება ისევ რა თქმა უნდა თუ მოინანია ცხოვრების სწორ წესს დაუბრუნდა ისევ სინდისის ხმამ გაიგვიძოს, მაგრამ არია ის მომენტი. და აი წარმოიდგინეთ თქვენ, აი როგორ იტანჯებიან იქ ასეთ სოდვაში მყოფი ადამიანები. ასე რომ, როდესაც აი გაანალიზება ხდება შენი განვლილი ცხოვრების, არა? უკვე სხვა მორალური შეფასება ეძლევა, რაც იყო მიწიერ ცხოვრებაში. იმისთვის რომ უფრო აი ცოცხალი იყოს და გასაგების მე მინდა ერთ-ერთი ვინც ქალი გარდაიცვალა და ის გაცოცხლდა არა, მისი პატარა მოგონება წავიკითხო. აი რას წერს ის. უცებ თვალწინ წარსული სურათები ამიკიაფდა, იხსენებს ერთ-ერთი მათგანი. ეს რა არის? გავიფიქრე და უცებ უკვე ჩემ ბავშვობაში ვარ. შემდეგ თითქოს წლები ერთმანეთს ცვლიდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში დღემდე ადრეული პატარაობიდან. იყო მეტად გასაკვირი, როცა ჩემ თვალწინ გაჩნდა ასეთი რამ. ვარ პატარა გოგონა, ჩვენი სახლის მახლობლად მოთამაშე რუსთან. შემდეგ გაჩნდა სხვა სცენებიც, იმავე ხანისა, განცდები ჩემ დასთან დაკავშირებითაც. ჩვენი მეზობლები და ნაცნობი ადგილები, სადაც კი ყოფნა მიხდებოდა. შემდეგ აღმოჩნდი საბავშვო ბაღში და გამახსენდა ის დრო, როცა მქონდა მარტოოდან ერთი სათამაშო, რომელიც მე მართლაც და მიყვარდა, როგორ გავტეხე ის და შემდეგ კი მტიროდი დიდხანს. ჩემთვის ეს მართლაც ძიმე გადასატანი გახდა. სურათები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და თვალწინ მთელი განვლილი ცხოვრება ჩანდა. შემდეგ გამახსენდა, როგორ ვიყავი გოგონათა ჯგუფში და გავემსგავრე ბანაკში. სხვა რამეც მომაგონდა და დაწყებით სკოლაში გატარებული წლებთან დაკავშირებითაც. შემდეგ გამახსენდა უფროსი კლასების ხანა, როგორ მერგო პატივი ავერჩიეთ სკოლის სამეცნიერო საზოგადოებაში. ასევე გაიარა მთელი უფროსი კლასების პერიოდმა, დამთავრებამ სკოლის და ინსტიტუტის პირველმა წლებმა. ის სცენები, რომლებიც ჩემ წინ ცოცხლდებოდა, ჩნდებოდა იმ თამდიდრებულობით, როგორც მას ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა. ისინი იყო მეტად ცოცხალი. თითქოს და მას გვერდიდან უყურებოდა აღიქვამო სამ განზომიანელ სივრცეში, თანაც კიდევ ფერშიც, ლამაზად. სურათები იყო მოძრავი, მაგალითად, როცა სათამაშო გამიტყდა, ვუმზერდი ყველა ჩემ მოძრაობას და ეს სულ სხვაგვარად იყო, ვიდრე იმ წარსულ დროში აღვიქვამდი ამას, თითქოს და პატარა გოგონა, ვისაც მაშინ უგვირდებოდი. როგორც კინოშია, სხვა ვინმე გახდათ, ვიღაც პატარა ერთობაო სათამაშო მოედანზე ბავშვებთან და მაინც იგი მე ვიყავ. ეხა პირადად მე მეჩვენება და ესეც მიუთითებს, რომ იქ არის სადღაც ზეციური კომპიუტერული მეხსიერება, სადაც აი ადამიანის განვლილი ცხოვრების ყველა მონაკვეთი არის მოცემული მის შესახებ ხსოვნა. თქვათ 3 წლის რო ვიყავი, თქვათ 7 აპრილს 5 საათზე რა საკეთებდი და ასე შემდეგ. ყველაფერი არის იქ შენახული, მე ესე ვიტყოდი. და როდესაც ხდება შენი ცხოვრების გაანალიზება, იქ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები არსებითი წინ იწევს და ხდება განსჯა და ესე ვიტყოდი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა რა შეიძლება ითქვას? აი ერთ საკითხს მინდა შევეხო. რა თქმა უნდა, როდესაც ხდება განსჯა, გაანალიზება შენი განვლილი ცხოვრებისეული გზის, იქ უკვე იწყებ იმაზე ფიქრს, რომ ეს განსჯა რაღაცით ბოლოვდება, რა? კერძოდ, რომ ვიღაც იმსახურებს კარგ ადგილს, ვიღაცა მედის პირდაპირ უნდა ითქვას ჯოჯოხეთში. ჩვეულებრივ ადამიანს უჭირს აი ამ ჯოჯოხეთის არსებობის, მე ესე ვიტყოდი, დაჯერება. ადამიანის ცნობიერება ხშირად ირეკლავს ამას. მაგრამ აი წარმოიდგინეთ თქვენ, ის სამყარო არსებობს. სხვა არის, რაც თქვი უკვე რომ ადამიანს საკმარისად ხშირად ბოლომდე არ ჯერა ამის და ეჭვი ეპარება, მაგრამ
აი წარმოიდგინეთ, გარდაიცვალა კაცი, ქურდი, ყაჩაღი, მრავალი ადამიანის კვლელი და პატიოსანი წესიერი ადამიანი რა. ერთნაირად იქნებიან იქ. ეხლა რა ვავიღოთ ჩვენ ლენინი. ტარვალი. რომელიც ესე ებრძოდა ეკლესიას, ამდენი კაცის სიკვდილია მის გიზერზე. იქ რა თუ ის სამყარო არსებობს, კარგად იქნება? უკვე მიწაზე არის ჯოჯოხეთი, მე ესე ვიტყოდი. რა იგულისხმება? პირადად მე აი ბევრჯერ მინახავს, დავაფიქსირებია ადამიანი, რომელიც არასწორად ცხოვრობს, არა? როგორ ისჯება? არა ესეთი ციხე რუსეთში, შავი დელფინი, სადაც აი სიკვდილ მიჯილები არიან. სამუდამო პატიმრობით. რომ ჩამჯდარი არის აი როგორ საკანში ცხოვრობენ, იცით, გისოსებიანი საკანია და იქ ან ერთი ან ორია, თუ გაიყვანენ, მხოლოდ 9 საათი გაყავთ. გაყვანის წინ ასე ხელები უნდა გადაიჯვარედინოს და უკანა მხრიდან უნდა მივიდეს ესე უკრიდან. რომ ხელები შეუკრან და მერე ისე გაიყვანონ. რა წამებაა რა ტანჯვა ხა რა უყურებ, აი ფიქრობ რას უძლებს ადამიანი, ან რეანიმაციაში ზოგჯერ რო ხდება. კაცი, ტანჯვა. რამდენი წელში გადატეხილი მინახავს მე ცხოვრების არასწორი წესის გამო. და მდელი ვარ და მარტო ეხა მგლობად შეიძლება არა ხედავ როგორ იტანჯებიან ადამიანები. ანუ ხშირად შეიმჩნევა უფალი უკვე აქ როგორ ჯის ადამიანს სოდვებისთვის, შეცდომებისთვის და თითეული ადამიანი სადღაც მიმართული ამისკენ რომ ეს დაინახოს. წმინდა წერილში კითხულობთ რომ ვინც უყვარსო მას სემს და ჟისო. საყვარელ შვილებს წარმოიდგინეთ თქვენ. ასე რომ ამას აუცილებლად ამჩნევ რომ რაღაც შეცდომების გამო უფალი გსჯის, მიგითითებს და ასე შემდეგ, როგორც მამას ჟის, დედას ჟის და ეს დაჟის მომენტი აუცილებელია, იმიტომ რომ სხვანაირად ზოგჯერ ადამიანი ვერ სორდება, არა? ესე ვარ ჩვენ. მაგრამ მაინც ადამიანი ისე მოწყობილი, რომ აი ჯოჯოხეთის არსებობის დაჯერება საკმარისად უჭირს. მე ესე ვიტყოდი. და ამ გაანალიზების შემდეგ უკვე რა თქმა უნდა თუ ადამიანი არ დაბრუნდა აქეთ უკვე ხდება იმ ადგილის განკუთვნება სადაც უნდა იყოს იმ ქვეყნად. მეორედ მოსვლა. აი როდესაც მაცხოვარი მეორედ მოდის უკვე საბოლოოდ განეკუთვნება ადამიანს ის ადგილი, რომელსაც ის იმსახურებს. აი ეკლესიური გაგებოთ მაცხოვრის მეორე მოსვლამდე ჯერ კიდევ არის შესაძლებელი იმ ქვეყნად ადამიანი ხვედრის, ადგილსამყოფლის მდგომარეობის შეცვლა. შემდეგ კი უკვე ეს საბოლოოდ ხდება მისი იქაური ადგილის დადგენა. აი როგორც მამა პაისი აღნიშნავს ათონელი, უცბად გამჟღავდება იქ მაცხოვრის მეროდ მოსვლის დროს, თუ თითეული კაცი რა მდგომარეობაში იმყოფება. ყველა წავა იმ ადგილას რისი ღირსიცაა, როგორც ტელევიზორში, ისე დაინახავს საკუთარ უზნეობასაც და სხვის შინაგან მდგომარეობასაც. ადამიანი სარკეში რო ჩანს, ისე წარმოჩნდება და თავჩაყუნული გაეშურება თავის გამოყოფილ ადგილას. თქვა თუ რძალი მიწერის სიცოცხლეში იჯდა ფეხი-ფეხ გადადებული და დედამთილი კი კოჭმობით თავის შვილიშვილზე, მის შვილზე ზრუნავდა, საყოველთაო სამჯეროზე რძალი დაინახავს თუ როგორ განუკუთვნებს მაცხოვარი მისი ქმრის დედას სამოთხეს, მას კი ეს არ ეღირსება. იგი ვერაფერს იტყვის საწინააღმდეგოს, ვერაფერს კითხავს უფალს, თუ რატომ ხდებაო ამგვარად, რადგან მთელი თავისი მიწიერი ყოფის სურათი თვალწინ დაუდგება მას.
კარგად ემახსოვრება დედამთილი დაზიანებული ფეხით როგორ უვლიდა შვილიშვილს. თავისას და ვერ გაბედავს სამოთხეში შესვლას. ბერები მონაზვნების დაინახავენ იმ სირთულეების სიზნელებს, რაც გადაჰქონდათ საერო ხალხს. შეხედავენ, როგორ უძლებდნენ, ლახავდნენ მათ. თუ ღვთისმსახურნი ცხოვრობდნენ არასწორად, მაშინ თავჩაგინდრულნი თავად წავლენ იმ ადგილას, ვისი ღირსნიც არიან. მონაზვნები, რომლებიც არასათნოდ ეყვნენ უფალს საყოველთაო სამჯეროზე, დაინახავენ გმირ დედებს, რომელთაც მართალი არ დაუდიათ მონაზვნული აღქმა, არ ქონიათ ღვთისის კურთხევა, ხელშეწყობი პირობები, რაც მონასტრის დედებს აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გმირობა ჩაიდინეს და მიეღწიეს მაღალ სულიერ მდგომარეობას. ამის შემყორე, როგორ შეწყვდებათ თავის მეწარმეალოების დაბალი ბუნების გამოვლენა. რასაც ამჟღავნენ ისინი და რის გამო თავადე იტაჯებოდნენ აქ. ფიქრობ, აი ამბობს მამა პაისი. საყოველთაო აღდგომა ამგვარად იქნება, მაცხოვარი არ იტყვის, იქ წადი, რა ჩაიდინე მანდ, ან შენ ჯოჯოხეთში წახვალ. შენ კი იქნებიო სამოთხეში. არა თითეული შეადარებს, რა საკუთარ თავს სხვას თავადე მიაშურებს იმ ადგილას, რაც კი მან თავის ამქვეყნიური ყოფი დაიმსახურა. აი ძალიან საინტერესო სურათის წარმოდგენა არის მეორად მოსვლის. წარმოიდგინე, როგორ მოხდება ჩვენი ცხოვრების განსჯა შედარება. ესეც რაღაცნაირად წინ წამოსაწერია. როდესაც გარდაცვალების შესახებ საუბრობთ, აქ ერთი დეტალია აღსანიშნავი, რომ ყველას თავის ასაკს მოუნიშნავს ღმერთი. ადამიანისთვის განსაკუთრებით ძიმე აღსაქმელია, როდესაც პატარა ბავშვები მიდიან. ეკლესიური ახსნა როგორია? ეკლესიური ახსნა ისეთია, რომ ვიღაცას ბოლომდე აკმაყოფილებს ეს ახსნა თუ არ აკმაყოფილებს ახსნა, ეს შემდეგნაირია, რომ უფალი ხედავს, რომ ბავშვი გაიმრუდებს მომავალში თავის ცხოვრებისეულ გზას, მრავალი ცოდვით დაეცემა, სულს წარიწყმიდავს და ამიტომაც სული რო გადარჩეს, ადრე გაყავს ამ ქვეყნიდან. იმიტომ რომ 30-40 წელი რო ეცხოვრა მეტი არა, იგი თავის ცოდვების გამო შემდგომში მოხდებოდა ჯოჯოხეთში. აი იგივე მამა პაისის აქვს ესეთი შემთხვევა აღწერილი, ძალიან ტრაგიკული და მოყავს ესეთი მაგალითი, რომ თქვათ მანქანა დაეჯახა ბავშვს და სამწუხაროდ აღესრულა. იგი ამბობს, რომ თუ ღმერთი დაინახავდაო, რომ ეს ბავშვი მომავალში უკეთესობისკენ წავიდოდაო, მაშინო გადაარჩენდაო. მაგრამ თუ ხედავს, რომ უაროსობისკენ მიდის, არა? ამ შემთხვევაში ზოგჯერ გაყავს. ეს ძნელი გასაგებია. აქ შეიძლება დაისვას კითხვა. რამდენი ბოროტმოქმედია, რამდენი ის არასწორად იცხოვრა, რა უფალმა არ იცოდა, რომ ესე გაიმრუდებდა გზას, ისინი რატო არ გაიყვან? ჩვენ ბევრ რაღაცას ვერ გავიგებ და ვერ ჩავწვდებით. ამავე დროს, აი მამა პაისის ძალიან საინტერესო ახსნა აქვს, იცით, რომ აი თქვათ მოხდა ეგეთი დიდი ტრაგედია. მანქანა დაეჯახა ბავშვს. აი ამ ტრაგედიის შემდეგ ძღოლი ძალიან შეიცვალა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მისთვის ეს არის ძალიან დიდი სიმწარის გამაცდეველი. იგი სხვანაირად ჩაუღმავდა საკუთარ თავს, მივიდა ეკლესიაში, დაიწყო ქრისტიანული ცხოვრება, დედაც სულიად შეცვალა თავის ცხოვრებისეული წესი. მე მახსენდება ერთ-ერთი მოძღვრის შემთხვევა, როდესაც მითხრა, რომ მე როგორ მოვედიო, იცი, ეკლესიაშიო და ღმერთთან როგორ ჩაუშვი ღუზაო, დედა გარდამეცვალაო და ტკივილმა მომიყვანაო. აი როგორ თქვაო, მაგრამ თურმე აი ეს ტკივილი კარგი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ
ღმერთი მაპოვნინო. თვითონ ცხოვრებაც მთელი შემთხვევაში გიჩვენებს, როგორ იცვლება ადამიანი ტრაგედიის შემდეგ. აი ესეც რაღაცნაირად წინ წამოსაწევია. კიდევ წინ წამოსაწევია ერთი რამ. ისევ აი მამაპაისის დავესესხები, რომ თქვა ადამიანი მოხდა 64-ში. მაგრამ ოჯახია, იქ 5-6 წევრია. ზოგი არის ეკლესიური, ზოგი მოწოდების სიმაღლეზე დგას, ზოგი არ არის. აი ხა რამდენი ხელა ტკივილი უნდა იყოს კაცისთვის, თვითონ 64-ში ხარ და შენი ახლობლები კიდე და ძმა, შვილი ჯოჯოხეთში იმყოფებიან. აი როგორ ხდება ეს? როგორ შეიძლება განხარდეს 64-ეული ნეტარება? აი რა სიმწარის მატარებელი უნდა იყოს ეს კაცისთვის და აი მამაპაისის საინტერესო ესეთი ახსნა აქვს, რომ 64-ში ვინც არისო, ისინიო ვერ ხედავენო იმათო, ვინ ჯოჯოხეთში არისო და არც ახსოვთო აი ეს ახლობლებიო, რომლებიც შეიძლება ჯოჯოხეთში იტანჯებოდნენ. და ესეთი შემთხვევა მოყავს, რომ თქვათ შენ იმყოფები ოთახში, გარეთ სიბნელეა. შენ ვერ ხედავ გარეთ რა ხდება. მაგრამ ვინც სიბნელეშია, ხედავს იმას, ვინც სინათლეში. აი ესეთი შემთხვევა მოყავს. საერთოდ ეს ძალიან საინტერესო ფენომენია. კერძოდ რა, რომ უფალსო ყველაფერი ხელეწიფოდა. აი როდესაც აღსარებაში ამბობს ადამიანს თავის ცოდვებს, თავის შეცდომებს. ესეთი საინტერესო დეტალი იკვეთება შე შემთხვევაში, რომ მას ემოციონალური დატვირთვა უარყოფითი აკლდება. ეს მაგალითი ხშირად მომყავს. განერვიანებული ხარ, აფორიაქებული ხარ. აი შეხვედი ეკლესიაში. საღამოს ბინგბუნდია ლოცვა. შვიდები, წყნარდები. რა მოხდა? წარე სინამდვილე იგივე დარჩა. პრობლემები იგივე დარჩა, მაგრამ მადლმა უკვე შენი ემოციები დააწყო. შენი აზრები, რომელიც ესე გტანჯავდა, გააფერფთალა. მე მახსოვს ოპერაცია გავიკეთე 1-2 წლის წინ და აი ნარკოზი რო გამიკეთეს, აი შეგზნება მახსოვს, იცი რა? აი ყველაფერი, ნუ ოპერაციის წინ მაინც ნერვიულობ. აი მომენტში ყველაფერი ჩემთვის გახდა სულ ერთი. ანუ აი ამ ნივთიერება, რომელიც შემიყვანეს, არა, ესეთი რამ გამოიწვია. და თუ ადამიანთან ცხოვრებაში ფიქსირდება ესეთი გასადავება ემოციონალური, რა, უფალს არ შეუძლია, რომ ეს მოახდინოს, როცა საჭიროა, ხსოვნა წაართვას ადამიანს იმის, რაც დატანჯავდა. ეხლა ისეთი ძიმე მაგალითია, მაგრამ სკლეროზი ნორმალური ადამიანი იყო და არაფერი აღარ ახსოვს. ანუ ჩვენი ცხოვრება სულ გვიჩვენებს, არა? როგორ შეიძლება ემოციების, მოგონებების წაშლა ადამიანის არსებაში. ნუ ყოველ შემთხვევაში აი ესეთი ახსნა საინტერესოა. თუ როგორი დამოკიდებულება იმ ქვეყნად, ვინც 64-შია და ვინც ჯოჯოხეთში რაღაცნაირად იტანჯება. კიდე აი რამ ხარები გამოიყოფა სიკვდილის შემდგომი მდგომარეობის. მაგალითად არის ესეთი საინტერესო დეტალი, რომ როგორც იქ ხალხი მოხვედრილი აღნიშნავს, ასაკი ქრება. აი პატარები მაგალითად იქ ზრდასრულებად გვევლინებიან, მოხუცებული ხალხი
ახალგაზრდებად, მაგალითად, ერთ-ერთი ბებია ვნახეო, ყובה ვინც კლინიკურ სიკვდილის ნომერებს ჩავარდა და ისო 40 წლის ასაკში როგორც ესე გამოიყურებაო. საერთოდ ეკლესიური გაგებით ყველა იმ ქვეყნად აღდგება 33 წლის ასაკში. იმ ასაკში, როცა მაცხოვარი ჯვარს ეცვა. ასაკის მომენტი აი წარმოედგინეთ რაღაცნაირად ესე ქრება. საინტერესოა კიდე რა, რომ აი ურთიერთობა იქ ხდება არა ჩვეულებრივი ენით, არამედ აზრობრივი ენით. ესეც საინტერესო დეტალია. მე მახსენდება მამა პორფირიარის კაფსულაკილი დიდი ბერძენი ბერი. იგი ესაუბრა საფრანგეთში მყოფ მოღვაწეს და იმან ეს ბერძენი იყო, ის ფრანგი იყო, იმან ბერძნული არ იცოდა, ამან არ იცოდა ფრანგული, მაგრამ აი უკვე სულიერების მაღალ დონეზე, წმინდანის დონეზე არა, ენობრივი ბარიერი იხსნება. წარმოედგინეთ. ყოველ შემთხვევაში აი ეს მომენტიც არის გამოსაყოფი, რომ აზრობრივი ენა იჩენს თავს. ესეც ძალიან საინტერესო დეტალია. ხო, როგორც ის ხალხი აღნიშნავს, ბევრს აი ვინც მოხდა იმ სამყაროში უკვე აღარ უნდა აქ დაბრუნება. მე მახსენდება ერთ-ერთი ჩემი ნაცნობის შემთხვევა, რომელიც თვეების განმავლობაში იყო კომაში. და მე გამოვიდა მდგომარეობიდან და სერიოზულად იყო გაბრაზებული თავის მშობლებზე, რომლებსაც ხედავდა იმ კომურ მდგომარეობაში. მათო მეო გამომაგდესო. და ძალიან არ მინდოდა მიწაზე დაბრუნება. ეხლა წარმოედგინეთ, ჩვენთვის კომიკური მომენტია რა. გარდაცვლილი ადამიანზე იყოს ცოცხალი კაცი გაბრაზებული, რომ იქიდან გამოვაგდეს. აი ესეთ რაღაცას ყვებოდა. მაგრამ აი როგორც ის ხალხი აღნიშნავს, ვისი სულიც ამოვიდა სხეულიდან, იქ ზოგიერთს არჩევნის საშუალებას აძლევენ. უნდათ დაბრუნდებიან, უნდათ დარჩებიან იმ ქვეყნად. ზოგს პირდაპირ ეუბნებიან, რომ შენი დრო არ მოსულა და უნდა დაბრუნდე დედამიწაზე. ზოგიერთი ბრუნდება, იმიტომ რომ შვილები ყავს, იმიტომ რომ ხდება, რომ აქ გასაკეთებელია რაღაცეები. ზოგიერთი ბრუნდება უფლის დაშვებით, აი ხა გამახსენდა ესეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთი ბერძენი არქიმანდრიტი ყვება, რომ მონასტრის წინამძღვარი, რომ ერთხელ დამირეკესო და მთხოვესო მოხუცებული ქალი მეზიარებინაო. და ჩვეულებრივ მე არ გავდიოდიო ამ შემთხვევებში, უფრო სხვებს ეუბნებოდიო, მაგრამ ეხლა რატომ კაცო წავედიო და მივედიო, ნუ უკვე მომაკვდავი, ახსარება ჩავაბარა, ვაზიარებო და მეუბნებაო, რომ მე მინდა ისეთი ცოდვა გითხრათ, რომელიც უკვე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, მაგრამ ეხლაც მინდა რომ გავიმეორო. უთხოვარიო, რახან ახსარებაში გაქვსო ნათქვამი, აღარ არისო საჭირო, მაგრამ მაინც დაიჟინაო და მომიყვა თავის ასეთი შემთხვევაო, ახალგაზრდა რო ვიყავიო, აბორტი გავიკეთეო, მაგრამ ეს მოხდაო დედამთილის დაჟინებული თხოვნით. არ მინდოდაო, მაგრამ ვერ გაუწეო წინააღმდეგობაო და მომიწეო აი ამ დიდ ცოდვაში ჩავარდნა. და რო გავიკეთო აბორტიო, ინფექცია შეიჭრაო ჩემ სხეულშიო და მოკლედ გარდავიცვალეო. აი როგორც ყვებიანო ამოვიდაო სული სხეულიდანო, უყურებდიო საკუთარ სხეულს და ასე შემდეგ და ხედავდიო როგორ მიმასვენებდნენ უკვე სასაფლაო სკენო და უცებ დავინახე ორი ანგელოზიო. ხელში ეჭირაო ერთ ცეტრატიო და ჩემ ცოდვებს კითხულობდაო. და მივიდაო ესე ცოდვამდეო, რომ
რა სამწუხარო არისო, რომ ეს ქალიო ჯოჯოხეთისთვის არის გამზადებული, იმიტომ აბორტი აქვს გაკეთებული. წარმოიდგინეთ თქვენ. და მეორე ეუბნებაო, რომ არაფერი არ შეიძლებაო, რომ გავაკეთოთო, რომ აცდესო აი ამ ხვედრსო. მარტო ერთი გამოსავალი არისო, რომ ისევ მიწიერ ცხოვრებაში დააბრუნოთო და მოინანიასო ეს თავისი ცოდვა. და როგორც კი ეს ითქვაო, ჩემი სულიო ისევ დაბრუნდაო სხეულშიო და ქვემოდანო დავიწყეო ბრახული, წარმოიდგინეთ და იმ ხალხს რა მოვიდოდა. აი ეს არის ცოცხალი მაგალითი. ეს კარგად მიუთითებს იმაზე თუ რამხელა ცოდვაა და მე აი ეგეთი მაგალითები აი სხვანაირად შეგაგზნობინებს იქ რა ხდება. და ამა თუ იმ ცოდვისთვის თუ არ მოინანია რა მიეგება ადამიანს. წარმოიდგინეთ თქვენ. და აი ამ შემთხვევაში ზემოდან დაშვებით მოხდა იმ ქალის ამ ქვეყნად დაბრუნება. ზოგს თავაზობენ კიდევ მეორე დარჩიან წადი. ზოგს პირდაპირ ეუბნებიან, რომ შენი დრო არ მოსულა და ზოგჯერ ახლობელი ეუბნება, ესეც გამიგონია მე ეგეთი შემთხვევები საკმარისად ბევრი. ესეც საინტერესო დეტალია. და შემდგომში, აი ვინც ნახა ის სამყარო არა, აი რა ხდება, როგორ იცვლება ადამიანი. აი ის ხული ვაღვნიშნე მე დაუჯერებელი, მაგრამ ნამდვილი ამბავი. აი სხვება რომ აი იმ სამყაროდან დაბრუნების შემდგომო ისე გაუფასურდაო ეს მიწიერი ცხოვრებაო. აი ფოტოსურათი რო დადოო ზის გულზე. აი როგორ ფერფრთალდებაო არა, აი ესე გაფერფრთალდაო ჩემი მიწიერი ცხოვრება. და ბევრი ვინც ბრუნდება იქიდან არა, უკვე სხვა ადამიანი ბრუნდება. ზოგიერთმა მაგალითად მოღვაწეობის სფერო შეიცვალა, იქ საავადმყოფოში, მოხუცებულთა სახლში დაიწყო მუშაობა. ყოველ შემთხვევაში ხდება, რომ ამ ქვეყნად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიკეთეები ქმნა, შეცვალო ცხოვრების წესი. და უპალე ამიტომაც უშვებს. თერიქ შემთხვევაში, რომ ადამიანმა ნახოს ის სამყარო და მე უკან დაბრუნდეს. იმიტომ რომ შეიცვალოს, მე ესე ვიტყოდი. ესეც არის ძალიან ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მომენტი. კიდე ბევრი ნიუანსი შეიძლება აქ აღინიშნოს, ითქვას. ისეთი თემაა, რომ ჭირს ერთ ლექციაში ჩაეტიოს ეს ყველაფერი. და დასასრულისკენ რომ წავიდეთ, მაინც მინდა რომ თქვა, აი რა შეიძლება მიცვალებულებისთვის გავაკეთოთ. ესე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ეკლესიური გაგებით ლოცვა, მოწყალების გაღება. ყველაზე მაინც ქმედითი ეს არის როდესაც წირვას უკეთავენ ხოლმე. ამაზე დიც შენ ვერაფერს ვერ გაუკეთებ მიცვალებულს. თუ რა სარგებლობა მოაქვს აი ჯოჯოხეთში ყოფ სულთათვის როგორც პირადად ისე საზოგადო ლოცვებს ვედრებას აი აღწერილია წმინდანთა ქრისტიან მოღვაწეთა ცხოვრებაში. მაგალითად წმინდა მოწამე პერპეტუას ცხოვრობიდან გვიგებთ თუ მისთვის ავსებული წყალსატევის საშუალებით თავისი ძმის დემოკრატეს კვედრი გამხელილი როგორ იქნა. წყალსატევი იმდენად მაღლა იყო, რომ წმინდანის ძმა იმ უსუფთავო და აუტანლად ცხელი ადგილიდან, სადაც ის იყო დატყვევებული, ვერაფრით ვერ ახერხებდა მიწვდომოდა მას. დის მთელი დღე-ღამის გულმხრივი ლოცვის შედეგად მან წყალსატევამდე მიღწევა შეძლო.
და წმინდა პერპეტუამ იგი ნათელ ადგილას ყოფი იხილა. ამ ჩვენებით წმინდანი მიხვდა, რომ მისი ძმა სასჯელისგან განთავისუფლდა. წარმოიდგინეთ თქვენ. აი მსგავს ამბავს ხვდებით უკვე ჩვენი დროის მე-20 საუკუნეში მცხოვრები მონაზონის ანასტასია ლოგაჩევოს ცხოვრებიდან. მან გულმხურვალე ლოცვით თავისი ძმის გულისთვის, რომელმაც სიმთვრალეში თავი ჩამოიხრჩო, შეიძლება ითქვას ნამდვილი გმირობა ჩაიდანა. მონაზონი რჩევის საკითხავად დივეევის მონასტერში მცხოვრებ ნეტალ პელაგიასთან მივიდა და კითხა თუ რა შეეძლო უბედური ძმის საიქიო ხვედრის შესამსუბუქებლად გაეკეთებინა. ჭობის შედეგად გაწაწყდა ასეთი რამ. ანასტასია თავის ენაგში უნდა ჩაკეტილიყო ემარხულა და ძმისთვის ელოცა. ყოველდღე 151 ჯერ წაეკითხა ღვთისმშობლის ლოცვა. ღვთისმშობლო ქალწულო გიხაროდნენ. 40 დღის შემდეგ ანასტასიამ ღრმა უფსკული დაინახა, რომლის ძირშიაც სისხლიანი ლოდივი თიდო რაღაც და Z2 კისერზე ჯაბმობული ადამიანი იწვა. მათგან ერთ-ერთი მონაზონის ძმა გახლდათ. როცა ანასტასიამ ხილვის შესახებ ნეტარ პელაგიას მიუთხრა, მან ლოცვის და მარხვის კვლავ გაგრძელება ურჩია. 40 დღის გასვლის შემდეგ დამ იგივე ოფსკული იხილა. ლოძზე მიჯაჭვული ორი ადამიანით. ხოლო ახლა მისი ძმა ადგა გაიარ გამოიარა, შემდგომ ისევ დაეცა ლოძზე და მიეჯაჭვა მას. ნეტარი პელაგიას რჩევით ანასტასიამ იგივე ღვაწლი მესამედ იტვირთა. შემდგომი 40 დღის გასვლისას დამ ისევ ნახა ოფსკული ლოდით, მაგრამ მასზე დარჩენილი მარტო ერთი კაციღა გახლდათ. მისი ძმა კი თანდათანობით ჩორდებოდა ლოდს და მალე იგი თვალს მიეფარა. ლოდზე დარჩენილი კი ამბობდა, რა კარგია, რომ მიწაზე ესე მხურვალედ ლოცველები ყავს. ამის შემდეგ ნეტარმა პელაგიამ თქვა, განთავისუფლდა შენი ძმა წამებისგან, თუმცა ნეტარება არ მიუღია. აი ესეთი შემთხვევები მრავლად არის აღწერილი მართლმადიდებელ მოღვაწეთა ცხოვრებაში. აი კიდევ ერთ შემთხვევას ავიკითხავ და ამით ნელ-ნელა წავალ დასასრულისკენ. ჯერ კიდევ მანამ სანდაც წმინდა თეოდოსი ჩერნიგოველის სახელი ხალხის ცნობილი გახდებოდა, მღვდელმონაზონ ალექსის, რომელიც განსვენებული სხედართან იჯდა, ჩათვლემისას ასეთი ხილვა ჰქონდა. მას წმინდანი გამოეცხადა და უთხრა, მადლობელი ვარ ჩემთვის გაწეული ამაგისთვის. მაგრამ ამასთან ერთი თხოვნაც მექნება შენთან. ლიტურგიის გადახდისას ჩემი მშობლებიც მოიხსენეო ეგება. წმინდანმა ბერს თავში მშობლების სახელები ამცნო მღვდელი ნიკიტა და მარიამი. მანამდე მათი სახელები არავინ იცოდა. ხოლო წმინდანის კანონიზაციიდან რამდენიმე წლის შემდეგ მონასტერში, სადაც წმინდა თეოდოსი წინამძღვრად მსახურობდა, მისი მოსახსენებლების პოვნით იქნა დადასტურებული ნათქვამ სახელთა ჭეშმარიტება. შენ წმინდანი თავად ღვთის ტახტთან მდგომარე, მადლით რო აცისკრონე ადამიანებს როგორ მთხოვ ლოცვას, კითხა მღვდელმონაზონმა მას. ეს მართალია უპასუხა წმინდა თეოდოსი, მაგრამ განსვენებულთათვის ლიტურგიის დროს შესაძლებელი შეწირა ჩემ ლოცვებზე მეტად ძლიერია. ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია, მოწყალების გაღება. მე ახლა მახსენდება კიდე ერთი შემთხვევა. ჩემი მრევლია, მივდივარ, ვაზიარებ ახსერებას, ბაბარებს ხომ. იყო სტიხაროსანი მერე, აერია ცხოვრების წესი. რაღაც ისეთ ჯგუფში მოხდა ნარკოტიკები და ასე შემდეგ და ძალიან წვალობდა თვითონაც მშობლებსაც აწვალებდა და მოხდა ავარიაში. გადაგებული იყო ექიმებს არ გქონდათ გადარჩენის იმედი და იმედი არ გქონდათ გადარჩენის და გადარჩა. ეხლა სულიად შეიცვალა. ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემაა და მომიყვა ასევე როგორც ყვებიან ხოლმე, როგორ ნახა ის სამყარო, 64 ჯოჯოხეთი და ეხლა დიდად განათლებული არ არის ეკლესიური კუთხით, მაგრამ ფაქტიურად ყველაფერი იმას ამბობს, რასაც ეკლესია გეუბნება და ესეთი რამ მითხრა თავისი ხილვის შემდგომ, რომ იქ მაგალითად ძალიან შველის პანაშვიდის გადახდაო და საკურთხიო.
იქ ყოფ მიცვალებულებს. აი ის რაც მან იქ ნახა, წარმოიდგინეთ. ასე რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მიცვალებულებისთვის. ლოცვა იქნება ეს, მოწყალების გაღება და ასე შემდეგ, არა, ძალიან მნიშვნელოვანია. კიდე ბევრი რამ არის სათქმელი, უბრალოდ ალბათ გამიგრძელდა ლექცია. გულახდილად რომ გითხრათ, იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ რაღაცნაირად არ დაგზუგეთ კიდევაც. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. დასასრული აქვს ჩვენ ლექციასაც, ცხოვრებასაც. ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. რა ხდება იქ? ადრე თუ გვიან ყველანი წავალთ. ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა პარადისობას, რაც უკავშირდება და ამაზე დიდი საიდუმლო არ არსებობს, გარდაცვალების საიდუმლო. ძალიან ბევრი რამ არის ჩვენთვის დაფარული, მაგრამ შეიძლება იყოს რაღაცეები, რის შესახებაც წარმოდგენა უნდა შევიქმნათ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კი, რა თქმა უნდა. უნდა ივანე უკეთსაც ძველახნის განმარტებისას. ისეთი შენიშნა, რომ წმინდა მართლები ძველახნის სიკვდილისადმი მაგათი დამოკიდებულობა იმდენად განსხვავებული. ყოფილა იდეა ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებული მაგ განსხვავება ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვების ეს ფსიქოლოგიური კაცობრიობა იმაც ის არ იყოს ქრისტიანი ყველაზე უმეტეს გავცედა იმისი ის იმდენად სიკვდილის შიში და ის მდგომარეობა სადაც მიდიოდნენ იმას მართლებდნენ გაგოური ის განცდა და შეიძლება ისეთი ის გულგრილობა რომელიც კაცობრიობას ამ ჩვენ ეპოქას ახასიათებს მაგას თან დავაკავშიროთ რომ იმდენად ადამიანის ის განცდა რომ ჩვენი დამკვირვებლობა უფრო განსხვავებულია იმდენად ვერ განვისდით იმ შის რომ სიკვდილი უკვე დამარცხებულია სიცოცხლის ზეიმი ყოველწელს როგორც აღდგომის ადამიანებს შეიძლება შეცდომა. კი, ანუ მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის შემდეგ იმდენად აღარ განვიცდით ამ შის ეს შეიძლება ითქვას კი. კი, რა თქმა უნდა ეს აი მადლმოსილი მდგომარეობა ამას გულისხმობს. აი მე დასაწყისში ვთქვი რომ ვიც უკვე სულიერების მაღალ საფეხურზე ადეს იმას პირიქით შიში კი არა ენატრება სიკვდილი მაგრამ ვინც მიწაზეა დარჩენილი ახლა ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი უბედურება რა არის რომ საკმარისად ბევრი ეკლესიურად არ ცხოვრობს და ყოფითმა მომენტებმა წინ წამოიწია ფული ახლა რო აიღო მაგალითად გარშემო სამყარო ათეისტურია ხშირად იქ ევროპაში ღმერთებმა დაივიწყა და ასე შემდეგ და აქაც ერთი არის სულიერი მიდგომა და მეორეა ვინც ეკლესიისგან შორს დგას არა ის კი არ ფიგურირებს უფრო რომ მაცხოვარი ჯვარზე გაეკვრა ფიგურირებს პანიკური შიში რომ რა მოუვა გარდაცვალების შემდგომ ანუ აი ეს მადლმოსილება მაცხოვრის ჯვარზე გაკვარვა მოიტოვა ბევრთან არ მოქმედებს მე ესე ვიტყოდი თუმცა რა თქმა უნდა აღდგომაზე დიდი დღესასწაული არ არსებობს და ამაზე მეტად კაცობრიობა არაფერს არ შეუძრავს მაგრამ ეს უნდა შეიშნო თუნდაც იმ გაგებით რომ სიკვდილის ნაკლებად შეგეშინდეს მაგრამ რამდენი იშნობს ამას არ ვიცი რამდენად გასაგებად ჩამოაყალიბო ბევრი ვერ იშნობს და ისევ პირუტყული პანიკური შიში ეუფლება, როდესაც საქმე სიკვდილს შეეხება. დიახ. დიახ. სადგადის ეს სვალი ადამიანისთვის, რომ არიან უკვე სხვა საწინააღმდეგო ადამიანები. და ისინი შეშმენდება შემდგარს. დიახ. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დემონური იყო,
თუ არსებობს მართლა სულიერი სამყარო, რომელიც იხსნება და შეიძლება გაეხსნა, უბრალოდ ვერ ვიხდა როგორ გამოიყენებინათ ეს ისის გიდებს საკუთრად და ეკლესიისთვის რამდენად არის ეს დასაყრდენი, რომ თქვა და უეჭველი ამით ჭეშმარიტება გაცხადდა, მაშინ ის გეტყვის, რომ აი ჩვენთვის ასე გაცხადდა სულ არ ხედავ ქრისტიანობაში რა მოსაზრება. გასაგებია კი. იცით რა არის ძალიან საფრთხილო სფერო. ეხლა აი პარალელი რო გავალოთ ხილვებთან. ათონის თაზე არის ესეთი მიდგომა, რომ ხილვებს არ ენდობიან. შეიძლება მაცხვარი გამოეცხადოს, იქ წმინდანი გამოეცხადოს. მაგრამ ეს იყოს ბოროტის ძალის გათამაშება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარყოფენ. და ეგეთ რაშია საქმე. სიკვდილის შემთხვევა, როცა სული ამოდის სხეულიდან. აი ბევრ რამეზე გაფიქრებს. ეს მარტო ჩათვალო რომ დემონური ძალების გათამაშებაა, მე მგონია პრიმიტივიზმი და უკიდურესობა. მაგრამ საფრთხილო არის, მე ასე მგონია რომ აი თითოეული შემთხვევა უნდა გაანალიზდეს გამოცდილი მოძღვრის მხრიდან. თითოეული შემთხვევა. იმიტომ რომ იქ დიდი ნაღმები შეიძლება იყოს ჩადებული, მაგრამ მეორეს მხრივ აი ესეთი შემთხვევები ჩვენ გვჭირდება რწმენაში გასაძლიერებლად, რომ უფრო მეტად დავიჯეროთ, რომ ის სამყარო არსებობს. უფრო მეტად წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება მოვიდეს სულს, როდესაც სხეულიდან ამოდის. აი მე აღვნიშნე დაუჯერებელი, მაგრამ ნამდვილი ამბავი, იქ სკულის შემთხვევა, ეს მართლმადიდებლური წყაროა. აი წავიკითხე რა, გამოდის სულის სხეულიდან და როგორი ამაზრზენია მისთვის, რომ სხვას ელაპარაკება უძახის და არავის არ ესმის. აი მისი შემთხვევა რა, ბევრ რამეზე დაგაფიქრებს. გაიგეთ? რო არა ეს შემთხვევა რა, ეს დეტალი ჩემთვის გაუცნობელი დარჩებოდა, რომ რა შეიძლება მომივიდეს, როდესაც მე გარდავიცვალ. ანუ ესეთი შემთხვევები მრავალი კუთხით გვჭირდება, მაგრამ გასაანალიზებად არის რთული. გეთახმებით. მაინც მე ვფიქრობ, რომ ყოველი კონკრეტული შემთხვევა გამოცდილი მოძღვრის მხრიდან უნდა განისაჯოს. შეიძლება ერთი კი არა, რამდენიმე. მაგრამ ეს სფერო მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ იმ ქვეყნიურ სამყაროში ადამიანის არსებობის შესახებ. დრო ისეთია თითქოს ეხლა. როგორც აღნიშნეთ, რაც უფრო შორდებით თითქოს მეც ეს სამყარო ათეიზმისკენ უფრო მიდის და ატულობს ეს სამყაროსთან კავშირი. გამოცხადებები მომბალდა. კი. გამოცხადებები მომრავლდა და ხშირად არასწორ რელიგიურ ხაზს გამოცხადებები ახლავს თან. ამით ბოროტი იპყრობს ადამიანს. პირიქით ქრისტიანულ სამყაროში როგორ არის, რომ დიდი სიფრთხილით ეკიდებიან გამოცხადებებს და ისიც გამოცხადებები მოდის აცლეულების შემდგომ, რომ ადამიანი არ გაამპარტავდეს, არ შეცდეს. და აქ რაღაცა მივა რაღაც მისტიური ჯგუფში და უცებ გამოცხადება, უცებ ხილვა, უცებ რაღაც მისტიური გამოცდილება, უცებ თითქოს კავშირი ღვთაებრივ სამყაროსთან, მაშინ როდესაც საამისოთ აცლეულები უნდა გაიარო და აქ უცებ ხდება ეს ყველაფერი. რამდენჯერ მე თვითონ მომისმენი ამ გამოცხადებების შესახებ ახალგაზრდების მხრიდან, რომლებიც რაღაც გარკვეული სექტანტურ თუ რაღაც მისტიურ ჯგუფებში მოხვდნენ. უცებ თითქოს ის სამყარო იხსნება. ძალიან რთული სფეროა, ძალიან. ბოლომდე მეც მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ურთულესი სფეროა. ძალიან დიდი ნაღმები აქ ჩადებული. სული? სული აი როგორც აღნიშნე, თვითონ ვინც ნახა ის სამყარო, აი ჩვეულებრივი ჩვენი ასე ვთქვათ, სხეულის შესაბამისი აღოთ.
ну ალბათ თვისობრივად მაინც სხვა შემადგენლობის არის, უფრო რაღაც ჰაეროვანი შემადგენლობისკენ მიდის. ესეც საიდუმლოებით არის მოცული, მაგრამ თვითონ ისინი აღნიშნავენ, რომ აი რა შესახედაობაც გვაქვს. ისეთი ვართ იქ უფრო მივდივართ. უბრალოდ აქ კიდე აღნიშნე, რომ მთელი რიგი დეტალებია, რომ იქ მოხუცებული ქალი ახალგაზრდული სხეულით ბრუნდება. პატარა ბავშვი ზნასული სხეულით მოიცემა და ასე შემდეგ. ну არის ეს ნიუანსები, თუმცა ეხლა რომ ვლაპარაკობ, კიდე ერთხელ აღნიშნავ, ეს არის გარდაცვალების საიდუმლო. ბევრი რამ ჩვენთვის ნათელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ რაც წავალთ. აქ შეუძლია ბიახლოვებით რაღაცებზე ვიმჯელოთ, თქვათ, მაგრამ ბევრი რამ მაინც დაფარულია ჩვენთვის. გაიხარეთ. დიდი მადლობა რომ ესმენთ.